უკანონო მოსმენების თავიდან ასაცილებლად შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობოებს შორის შეაძლოა კონსულტაციები დაიწყოს მოლაპარაკებების გამართვაზე მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დღეს მზადყოფნა განაცხადეს, რათა მხარეებმა ერთმანეთს მოსაზრებები და პოზიციები გაუზიარონ. სურვილის შემთხვევაში მათ შეუძლიათ არა მხოლოდ მოусმინონ მოქალაქეებს, არამედ გაიგონ მათი ადგილსამყოფელი, ასევე მიიღონ მათი SMS-ები. საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინება ზუსტად იქნება ის, რომ ჩვენი კანონმდებლობა იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. ზუსტად ამას ვითხოვთ ჩვენ, ზუსტად ამას ვთხოვთ ჩვენ ხელისუფლებას. განცდა გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში სწორედ აღნიშნული აპარატების და პრაქტიკის გამოყენება სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებს ემსახურება და არა რეალურად მოქალაქეების ინტერესებს. ეს არის ძალიან სამწუხარო პრაქტიკის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და სწორედ ამიტომ ჩვენ უახლოესი პერიოდის განმავლობაში გვექნება კონკრეტული გეგმები ამ კამპანიის ფარგლებში. თემა ეს არის არა მარტო კანონმდებლობის რეფორმა, არამედ იმ პრაქტიკის აღმოფხვრა, რომელიც დღეს არსებულ კანონმდებლობასაც კი არ შეესაბამება, ანუ იმ დაბალ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობა გვთავაზობს. მნიშვნელოვანი არის, რომ ხელისუფლებამ გააცნობიეროს ერთის მხრივ პრაქტიკის ცვლილება, ხოლო მეორეს მხრივ საკანონმდებლო სტანდარტების გაუმჯობესება მოიტანს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვას.